სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მრავალი სარგებელი არის მარხვის. იცით თქვენ რომ მარხვა არის სულიერი მოღვაწეობა, თესვა სულიერი და წელიწადის სხვა ჟამს ჩვენ რატომღაც სულიერს არ ვთესავთ, სულში არ ვთესავთ. და მრავალი სარგებელი აქვს მარხვას, მაგრამ პირველ ყოვლისა მარხვის სარგებელი ის არის, რომ როცა ადამიანი ეშმაკის სამიზნეთ არის გამხდარი და მას შემდეგ რაც ის ანგელოზი დაეცა, რომელიც შემდგომ უკეთურ სულად იწოდება და ესე იგი უფალმა შექმნა ადამიანი ხატა და მსგავსათვისა და ადამიანი გახდა მისი სამიზნე. მას ქვია სატანა. სატანა ბერძნული სიტყვა და მოწინააღმდეგეს ნიშნავს და ღმერთს უნდა, როგორც მოციქული ამბობს კურთხეულარს, ღმერთი, რომელსაც ყოველსა კაცსა ნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ყველა ადამიანის ცხოვრება გადარჩენა უნდა უფალს და განათლება. შესაბამისად, სატანა მოწინააღმდეგე არის მისი და მას უნდა ყოველი ადამიანის დაბნელება და წარწმენდა. მისი სულიერი მდგომარეობა არ შეცვლილა. უყურეთ, რითი დაეცა ანგელოზი, რომ მე შემიძლია როგორც ღმერთს. რითი დასცა პირველი ადამიანი, შენ იქნები როგორც ღმერთი. და ის ახლა აგრძელებს ამ მდგომარეობაში, აი შენ ხო ამდენი ადამიანები გადაარჩინე, ხო აი მე ამდენი ადამიანები ჩემთან წამოვიყვანე წარწმენდაში. და როგორც კითხულობ დღევანდელ სახარებაში, ეს სახარება ჩვენ ადრე მე ამაზე არ გავუჩერდები, ახლა იმიტომ რომ ერთხელ და ორჯერ გვისაუბრია ჩვენ ამ სახარებაზე და წესი თქვენ ამ ლოცვას უნდა ამბობდეთ, აი ლოცვა რო არის მამამ რო შვილი მოიყვანა განსაკურნებლად და უფალი რო ეუბნება, რო თხოვა უფალს განმიკურნეო და უფალმა რო უთხრა რომ თუ გწამ შესაძლებელია მორწმუნისთვისო და მან რომ ესე ილოცა, აბა როგორ ილოცა მან? ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გააძლიეროს, ააღორძინოს თქვენში სარწმუნოება. ესეც სიტყვებით ილოცა, წამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. და მერე როდესაც განმარტოვდნენ ისინი მოწაფეებთან ერთად, უფალი მოწაფეებთან ერთად იყო, მოციქულები ეკითხებიან, ჩვენ რატო ვერ გავდევნეთო? იმიტომ რომ სანამ უფალი მოვიდოდა, ეს ამბავი ხდება თაბორის მთიდან რო ჩამოდიან უფალი და პეტრე, იაკობი და იოანე. მანამდე მოციქულებთან მოიყვანა ამ მამამ შვილი, რომ გამიკურნო და მათ ვერ განკურნეს. ისე მაინც ვერ ვტოვებ ხოლმე, აი ესეთი მომენტია რაღაცნაირი, აი მამები ვარ და აი შვილი შემეწიო ეუბნება უფალს და თუ გწამსო მორწმუნისთვის შესაძლებელია ყველაფერი და ღაღატყო ცრემლი და თქვაო. წამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ესე იგი შვილს რო ეხება, ნახეთ რა მოხდა ამ ადამიანში, რომ ისეთი ლოცვა აღავლინა, რომ სარწმუნოება თუ გაგეშველებაო და სარწმუნოებას არ მაქვს უთხრა, მაგრამ ისეთ სიტყვა უთხრა, მიიღო სათხოვარი. გესმით? ხო და ესე იგი, რას ვამბობდით, რომ როდესაც განმარტოვდნენ ისინი მოციქულები ეკითხებიან, ჩვენო რატო ვერ გამდევნეთო, რატო ვერ გამკურნეთო? უფალმა განკურნა ამის შვილი. ძალიან მძიმედ იყო, განკურნა და ჩვენ რატო ვერ განკურნეთო და უფალი ეუბნება ესეთ სიტყვებს. ესე ნათესავი ვერ შესაძლებელი არის განსვლად გარნა ლოცვითა და მარხვითა. აი ვინც მაგალითად არ ლოცულობთ, ვინც არ მარხულობს, მე მესამე პირში ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აქ ვინც ხართ, მეტნაკლებად ამას აღვასრულებთ. ხო, ვინც არ თვლის ამას საჭიროდ და მას გონია რომ რას ვაშავებ ახლა მე? არ
უბრალოდ არ ულოცულობ და არ მარხულობ. და იცით რას ამბობენ წმინდა მამები? ჩვენ ამის გამო კი არ განვისჯებით, რომ არ ულოცულობ და არ მარხულობ. ჩვენ განვისჯებით იმის გამო, რომ ამით ჩვენ ეშმაკს მივეცით სათარეშო ჩვენ სულებში. გესმით? ხო და ეს გამოცდილება საყვარელო არის მრავალსაუკუნოვანი დაგროვებული ეკლესიაში და მე დღეს ეს ახარება უბრალოდ აი ორიოდე სიტყვი და მე დღეს ეკლესია იხსენებს ღირს მამა იოანე კლემაქსას წოდებულს. კლემაქსი ბერძნული სიტყვა კიბეს ნიშნავს და აი ამ მამაზეც ასე უწოდებენ იოანე კლემაქსის. სინამდვილეში იოანე არის მისი სახელი. სინას მთის მამასახლისი იყო და მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა ეს წმინდანი და მას აქვს დაწერილი აი სამოღვაწეოდ ადამიანის სულის ესე რომ ვთქვათ გადარჩენის გზაზე 30 საფეხურიანი სწავლება. კიბექვი იმიტომ ქვია მაგას რომ საფეხურები არის. აი ადამიანმა რითი უნდა დაიწყოს დასაწყისი პირველი თავებად არის დაყოფილი და პირველი თავს ესე იწოდება პირველი თავი სოფლისაგან განშორებისათვის და ბოლო თავი იწოდება ასე სიყვარულისათვის. ესე იგი სოფლისაგან განშორებაში რა იგულისხმება? ეხა აქ ჩვენ იცით რა საქმე რაშია? იცით რომ თავარი სულის გადარჩენისთვის თავარი საკითხი მაინც მართალი მოძღვრება არის. იმიტომ ეკითხება უფალი რომ შენ წაამს. ანუ რა არის სარწმუნოება? არის მართალი მოძღვრება. ხო? სულის გადამრჩენელი მოძღვრება. რომ ჩვენი ისტორია იწყება იქ სადაც ღმერთმა მიწისგან აიღო და შექმნა ადამი და იქედან მოყოლებული აი ეხლა აქ ვდგევარ მე. აი ეს არის ჩვენი ისტორია. აი ეს არის მართალი სარწმუნოება, მართალი მოძღვრება რომ მერე რომ ადამი სოდვაში დაიცა რომ ღმერთმა დედაკაცისგან შობილი აღუთქვა მას და ეს დედაკაცისგან შობილი ქრისტეა და მერე რომ ძველი აღთქმის აი მთელი ეს ისტორია ეს არის მართალი მოძღვრება. ამაზე ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრია და იაკობ მოციქული თავის აი რა არის საერთოდ ღვთისმსახურების ცხოვრება რა არის, ქრისტიანობა რა არის. აი მოკლედ რომ ყველაზე მოკლედ გავცემს პასუხს იაკობ მოციქული იმასთან დაკავშირებით თუ რა არის, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ოღონდ ეს რა თქმა უნდა მერე გაშლილი არის სწორედ აი მაგალითად ამ ერთ-ერთ თავში, როდესაც იოანე კიბის ამწერელი უწოდებს ამას რომ სოფლისაგან განშორებისათვის, ასე ქვია ამ სოფლისაგან განშორება აქედან გაქცევას კი არ ნიშნავს. სოფლისაგან განშორებაში რა იგულისხმება? ნახეთ მოციქული რას ამბობს. მსახურება წმინდა და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არის. მიხედვა ობოლთა და ქვრივთა ჭირთა შინა მაცა და შეუგინებელა დაცვაი თავისა თვისისა ამის სოფლისაგან. ანუ ამას სოფელში მთლიანად იგულისხმება ყველა ის სასტური რომელსაც ის სული ის დაცემული კასტამოდგმის ტერი გვთავაზობს. ესე იგი ორი რამით ამოწურა მთლიანად ქრისტიანული ცხოვრება. ეს არის სიკეთის კეთება, მიხედვა გაჭირვებული ადამიანების ჭირსაშინა მაცა, ანუ ვის რა უჭირს. ვისაც რა უჭირს, შენი ძალების ფარგლებში მათთვის შეწევნა და დაცვა ამასოფლისაგან თავის დაცვა. ამასოფლისაგან თავის დაცვაში იგულისხმება ის, რომ ეხლა ყველა ჩვენ თავს რო შევხედოთ, ჩვენს გარშემო არის სასტურები. აი იმ სასტურებისაგან თავის დაცვა. აი ეს არის ამით ამოიწურება მთლიანად ქრისტიანული მოძღვრება და აი ეს ეგრე რო თქვა ჩვენ იაკობ მოციქულის აი ეს ამ ციტატაში რა აზრიც არის მან გაშალა და ეს ბერებისთვის დაიწერა რაითის მონასტრის წინამძღვარმა სთხოვა იოანეს. სხვათა შორის ნახეთ როგორი თამდაბალია მისი პასუხი, როდესაც თხოვეს მას რაითის და სინას მთის ზმობამ თხოვეს, რომ დაეწერა ბერებისთვის სახელმძღვანელო და ოღონდ ეს მარტო ბერებისთვის არ გეგონო თქვენ. და მე თქვენ გთხოვთ და გირჩევთ, რომ მოძებნოთ ეს წიგნი, სხვათა შორის აქაც გვაქვს და იქაც გვაქვს პირველი მახსოვს, რომ ბერი პაისის წიგნები მომქონდა ბიბლიოთეკის გაკეთება, რომ დავიწყეთ და მერე კიბე.
აქაც არის ამ ჩვენ პატარა ბიბლიოთეკაში და იქაც არის და თქვენ შეგიძლიათ იშოვოთ ყველა მორწმუნეებს ყველას აქ და წაიკითხეთ ეს აუცილებლად. არ არის მარტო ბერებისთვის. და ნახეთ როგორი თამდაბალია მისი სიტყვა, უდიდესი მამა იყო, უდიდესი. მას მეორე მოსეს უწოდებდნენ. და როგორც მოსემ ესე იგი სინას მთიდან ქვის ფიქალები ჩამოიტანა, რომელზეც 10 მსნება იყო დაწერილი, ასეო მანო ჩამოიტანა სინას მთიდან, სინას მთის წინამძღვარი იყო ფიქალები, რომელზეც გარედან მოღვაწეობის მოძღვრება ეწერაო და შიგნიდან ჭვრეტისო. და ამხელა მოღვაწე ნახეთ რას ეუბნება, როს თხოვეს რომ დაეწერა ეს სახელმძღვანელო. მეო დახელოვნებული მხატვრის გლახაკ და უარგის მონას შევადარებდიო ჩემ თავსო. და ამისთვისო შენი და მათი ლოცვითო მთაზე მოღვაწე ბერები გულისხმება და უფლის იმედით ცირედ ჩემი მსუბუქთაო, ჩემი უსწავლელობის სიმძიმეო და ჩემი კალმის აფრა აღმართეო, ხოლო ჩემი სიტყვის საჭე თქვენ ლოცვებს მივანდეო და ამას ვიწყებ სიტყვას თქვენი სიტყვითო. ვიწყებ სიტყვას თქვენი სიტყვითო. აქ ძალიან ღრმა შინაარსი არის და ძალიან დიდი თამდაბლობა, სწორედ აი ესეთ დაბალს ეძლევა მადლი ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ რომ ამ პარტავანთა შემოსრავს უფალი ხოლო დაბალთა მოსის მადლი. როდეს 16 წლის მივიდა იგი მონასტერში. ძალიან მწირია მის შესახებ ცნობები. მისი ამწერელი მისი ცხოვრების წერს რომ ფილოსოფიაში განსწავლული იგი უსწავლელ მოძღვარს დაემოწაფა მის მოძღვარს მარტვირი ერქვა და რათაო აი პავლე მოციქულის ციტატას გაგახსენებ მეცნიერება განალაღებს ხოლო სიყვარული აღაშენებს და რათაო მეცნიერებისაგან განლაღება სიყვარულით აღეშენებინა მასშიო. და მოკლედ აი ამ სახელმძღვანელოში მთლიანად არის მოთხრობილი და გაშლილი საფეხურები, რომელიც ყველა ქრისტიანმა თუ არ გაიარა ვერავად იმ სიმაღლეზე. ასაკის სისრულის სიმაღლეზე ვერავად. ქრისტე იცით თქვენ რომ 30 წლის იყო, 30 წლის გაცხადა და ნუ ეს სიმბოლურად სისრულის ასაკი არის და თუ ჩვენ არ ვეცადეთ, თორე ახლა მე რო ახლა თქვენ რო იფიქროთ ახლა წავიკითხავ ამ წიგნს ახლა და კი ყოფილა აგერ დაწერილი და კი გადავრჩები, ეგრე არ არის. ჩვენ ის წიგნი უნდა წავიკითხოთ და მე მთელი ცხოვრება უნდა ვეცადოთ ისე და თუ არ გამოგდის ისე, აი აღსარებაში ჩვენ რა უნდა ვთქვათ? რომ ჩვენ აღსარებაში რომ მოდივართ ვამბობთ რომ აი ეს ჩავიდინე, ის ჩავიდინე, მაგრამ რას არ ვაკეთებ ჩვენ არასდროს არ ვამბობთ მაგას. მე მაგალითად უზე რაც იწყება ყველაფერი მაგ ხოლმე აღსარებაში ვამბობ ხოლმე. უზე რაც იწყება, ხო იცი? უმადურობა, უნანელობა, უყვარულობა და ასე შემდგომ. ამას არ ვაკეთებ, იმას არ ვაკეთებ, ამას არ ვაკეთებ. ეს აღსარებაში აი იცით რა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა გაიზრდება. ჩვენ იმას რო წავიკითხავ, ჩვენ არ ვიცით ის. ამიტომ რაღაცა აი სადღაც ის რო ხაჯაბური გავტეხეთ 12-ს გადაციდა რაღაცა და ამაზე ვართ ორიენტირებული და იმას რო წავიკითხავთ, ჩვენ ნახავთ რა არის სულიერება. მე მოვალ და ვიტყვით რომ აი მე თურმე არ მყარებია უფალი, თურმე სინანული არ მქონია, თურმე სიყვარული არ მქონია, თურმე სინანული არ მქონია და მე ამაზე გადავალთ. შეგვეწევა ამაში უფალი თავისი ის ღმერთი რომელიც შეეწია ღირს მამას და აი ამ საზომში მიიყვანა რომ ესეც სახელმძღვანელო დაგვიწერა ჩვენცა შეგვეწევა თავისი მადლითა და წყალობითა და კასტმოყვარებითა რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე ამინ